შექმნიდან თვენახევარში დაწყებული შიდა დაპირისპირება, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო მძიმე ფორმებს იღებს. ოპოზიციურ ალიანსში ერთიანობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ნაციონალური მოძრაობის პატიმრობაში მყოფი ლიდერის წერილები ერთობას მყიფეს ხდის. კრიტიკის და ბრალდებების პასუხად ალიანსის წევრ პოლიტიკურ ძალებს განმარტებების რეჟიმში უწევთ ყოფნა. ექს-პრეზიდენტისგან თავდასხმების მთავარი სამიზნე ამჯერად პარტია ახალია. ხელისუფლებასთან გარიგებაზე და საარჩევნო ერთობის ჩაშლაზე პირდაპირი განცხადებების გარდა სააკაშვილი ალიანსის სამოქმედო გეგმითა და ტაქტიკითაც უკმაყოფილოა. ყოფილი პრეზიდენტისთვის რეალობას აცდენილები არიან ალიანსის წევრები, რომლებიც ახლა 26 მაისის საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ლიდერის ამ უკმაყოფილებას მისი თანაპარტიელებიც ვერ მალავენ. ამ ფონზე ალიანსის დანარჩენი წევრები ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერს სულ უფრო ხშირად ახსენებენ შეთანხმებას, რომელიც ერთმანეთზე თავდასხმებისგან თავშეკავებას გულისხმობს. გაფრთხილების მიუხედავად ყოფილი პრეზიდენტი გაჩუმებას არ აპირებს. შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ. და ნუ გაჩუმდება, შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება. ექს-პრეზიდენტი ოპოზიციურ ალიანსში მის გარეშე დაწერილი წესების დაცვას რომ არ აპირებს, თამარ ჩერგოლეიშვილის ამ განცხადებიდან მალევე დაადასტურა. ამჯერადაც ციხიდან გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებაში პარტნიორი პარტიების კრიტიკა და სარკაზმი იკითხება. როგორც ჩანს, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი გაჩერებას მანამდე არ აპირებს, ვიდრე ალიანსში შემავალი დანარჩენი 8 სუბიექტის სახელით არ მიიღებს აღიარებას, რომ მათ შორის მთავარი ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი სააკაშვილია. ოპოზიციაში ზოგიერთმა სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ ხალხო. მოიცადა ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში. სააკაშვილმა, რომელსაც ხალხთან არ უშვებენ, ციხიდან უკვე გამოვიდა. იქ თქვენ ჩაკეტად და ახლა უკვე თქვენ აღარ გიშვებთ ხალხთან. თუ როგორაა თქვენი საქმე? სააკაშვილმა, რომელსაც არ აქვს საშუალებები ტელევიზიით გამოსვლის, ციხიდან ჩაგიკეტათ თქვენ ეს ტელეეთერში ჭკვიანური ლაპარაკის საშუალება? თუ ისიც ჩემი ბრალია, რომ პოლიტიკოსების პროფანაციად და ტელეეთერის შესავსებ უბრალო ლაპარაკეთავებად იქეცით. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა. თორემ ამასობაში ხალხი ძალიან განვითარდა და ხელოვნური ინტელექტით წამოგეწიათ და ისე აღარ ბნელა, როგორც 2012-ში. უკვე ერთი კვირაა მიხეილ სააკაშვილი Facebook გვერდზე ალიანსისადმი შენიშვნებს, კრიტიკას და მწვავე ბრალდებებს აყენებს. მსჯავრდებულთან ვალში არც სხვა პარტიები რჩებიან, თუმცა მათი პასუხები ნაციონალური მოძრაობის ლიდერისგან განსხვავებით ამ ეტაპზე მოზომილია. ნებისმიერ შემთხვევაში პასუხების სერიით ირღვევა ალიანსის მთავარი პრინციპი, რასაც ერთმანეთზე თავდაუსხმელობა ჰქვია. შესაბამისად გაუგებარია, როგორ აპირებენ პარტიები ერთი მაგიდის ირგვლივ მუშაობას. ქართული ოცნების შესაცვლელად თუ კი ისინი მთავარ პრინციპებს ვერ იცავენ. ალიანსის არაეფექტიანი ქმედებების შესახებ ციხიდან ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილიც ალაპარაკდა. მან მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს გამოუცხადა. ალიანსის 8 წევრის განცხადებას სიგიჟე უწოდა და ოპოზიცია პასიურობაში დაადანაშაულა. ოპოზიციური ალიანსის 5 განცხადებიდან 3 ნაციონალურ მოძრაობას რომ ეხება არანორმალურია ძმაო, სიგიჟია. თქვენი პლაკატების გამკვრელი ვიქნები მე, ლევან ხაბეიშვილი, ოღონდ გაათავისუფლეთ ეს ქვეყანა. ოღონდ სწორი ნაბიჯები გადადგით, ოღონდ იბრძოლეთ ძმაო. მე ვიქნები თქვენი უკანასკნელი აგიტატორი, ყველას მოსამსახურედ დავდგები. ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიტყვები: 10 მაისიდან ვიწყებთ გასულასო. დღეს რას აკეთებთ? 24-ში ხალხო. ამას ნუ იტყვით, ჩემი რჩევაა. თქვენი არც გაკრიტიკება მინდა, მე ვარ ერთი თქვენი მხარდამჭერი, მაგრამ როგორ მაინტერესებს რას აკეთებთ 6-ში, 7-ში, 8-ში, 9-ში? იცით რაზე ჩხუბობენ? იმან რაღაც პოსტი დაწერა და უნდა ვუპასუხო. მიშას უნდა ვუპასუხოთ სასტრაფოდო და ბიძინას რატომ არ პასუხობთ? 31 მარტს რომ დააანონსე 26 მაისის აქცია. ისე დამთავრდა ერთი თვე კამპანია არ დაუწყიათ. იძახიან მოლოდინი არ შევქმნათო. პოლიტიკოსმა მოლოდინი უნდა შექმნა და გაიმარჯო. თუ არ გამოვიდა არაუშავს. გაეშვით კაცს, რომელსაც ლამის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სააკაშვილს უგულისხმობ. 5 წელია ციხეში ზის და თურმე პოსტი ვერ დაუწერია ვიღაცის რევიზია უნდა გაიაროს. თავი ხო არ მიარტყით რამეს კაცო. ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მსგავსად რევოლუციის მომხრეა. მისი ციხეში ყოფნა სწორედ გადატრიალების მცდელობის ბრალდებას უკავშირდება. ის გასულ წელს ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის მოწყობამდე დააკავეს, რის გამოც 4 ოქტომბრის მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღია. წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, რასაც შემდეგში ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების დაკავებაც მოჰყვა, სააკაშვილი ციხიდან რევოლუციისკენ ახლა უკვე ალიანსის წევრ პარტია
პარტიებს მოუწოდებს. თუმცა ეს უბრალო მოწოდება არ ყოფილა. იმავე განცხადებაში მან დაიწუნა ალიანსის ინიციატივა, რომელიც 10-დან 26 მაისამდე პერიოდში მოსახლეობასთან კარდაკარ გასაუბრებას, ხოლო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს შეკრების მოწყობას ითვალისწინებს. ისაუბრა პარტნიორი პარტიების ლიდერების არაკეთილსინდისიერებაზეც. მოგვიანებით კი მათ მოსყიდულები უწოდა. ამ მხრივ ღია მინიშნება გააკეთა გვარამია მელია გირჩი დროას ერთობაზე, პარტიაზე, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიციაში ლიდერობა წაართვა. მწვავე ბრალდებების საპასუხოდ სააკაშვილს ალიანსის წესები შეახსენეს, რაც მთელმა ნაციონალურმა მოძრაობამ ცენზურის დაწესება დაღიქვა და ტონი კიდევ უფრო გაამკაცრა. ჩვენი ამოცანა არც არის ცენზურა და ვერც იქნება ახალი შეიქმნა მას მერე, რაც ნაციონალური მოძრაობიდან ის ხალხი, ვინც ყოფილი ნაციონალური მოძრაობიდან შემოვიდა ახალში, უბრალოდ გარიცხეს. ამაზე გვაქვს ლაპარაკი. შესაბამისად, ახალი ნამდვილად ვერ დაშლი და უკვე დაშლილ ნაციონალურ მოძრაობას. შეუძლებელია. ფულს რაც შეეხება ძალიან ბევრჯერ მაქვს პასუხი გაცემული $10 მილიონი, რა თქმა უნდა, აბსურდია, თუ რამე იცის მიშამ ამასთან დაკავშირებით შეუძლია ახსნას, უნებრივია რომ აბსურდია და თუ ვინმეს გონია რომ ნიკა გილაურის ჩვენთან, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა გამოიწვია რაიმე ფორმით ჩვენი უარი ნაციონალურ მოძრაობასთან ან ვინმე სხვასთან გაერთიანების, ეს ასე არ ყოფილა. პრეზიდენტ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას არანაირი შეთანხმება არ დაურღვევია, ჩვენ ამაზე გავეცით პასუხი. კრიტიკა ეს არ არის თავდასხმა. ეს ალიანსი ვერ იქნება ანტიმიშა ალიანსი, თუ ვინმეს მოუნდება რომ ასეთად გადააქციოს, ბუნებრივია ამას შევეწინააღმდეგებით და არ მგონია რომ ასეთად გადაიქცეს, მაგრამ თუ გადაიქცევა, ბუნებრივია იქ ჩვენი ადგილი არ იქნება. ურთიერთქიშპობის მიუხედავად ნაციონალური მოძრაობა ჯერ ისევ ალიანსში რჩება. თავის მხრივ მის გარიცხვას ჯერჯერობით დღის წესრიგში არ აყენებს ოპოზიციური ალიანსი. იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც მისი ქოლგის ქვეშ არ მოღვაწეობენ, სააკაშვილს ეთანხმებიან, რომ 9 წევრიანი ალიანსის ნამდვილი ლიდერი ის არის. კონკრეტული ლიდერები კი მოსყიდულები არიან. ალიანსი არ ჭირდება მიხეილ სააკაშვილს, არც ჩერგო და ბოკერია ჭირდება. ალიანს ჩერგო ბოკერიას და კიდევ მის მეგობრებს ჭირდება თვითონ მიშა. მე ასე ვუყურებ ამ ისტორიას, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს 2024 წელს თუცა ჩვენ მოუწოდებდით, მაშინ გაეკეთებინა ის, რასაც დღეს აკეთებს. ხილება და ნელ-ნელა ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული ოცნების მიერ ფულგადახდილი და მოსყიდული იყვნენ მისი ყოფილი მეგობრები, 2024 წელს მას რო გაეკეთებინა, არანაირი ალიანსი არ იარსებებდა ახლა და ეს ხალხი ბარიერს ვერ გადაალახავდა მიშას ხმებით. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. ასე მოიხსენიებს ქართული ოცნება ალიანს, რომლის 9-დან 7 პარტია ნაციონალური მოძრაობის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერაა დაკომპლექტებული. მათ შორის მათგან, ვინც წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, დღეს კი ახალი პარტიები აქვთ შექმნილი. იმას, რომ ბოლო წლებში მათი შემადგენლობების სხვადასხვა გვარი გადაჯგუფება მოხდა, სახელისუფლებო გუნდში გარე ძალების მიერ მიღებულ დავალებებს უკავშირებენ. თუმცა ქართული ოცნების თქმით შედეგი ყოველ ჯერზე წარუმატებელია იმ მარტივი პრინციპის გათვალისწინებით, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. როდესაც შენ გავალებენ გარედან, რომ ახლა უნდა დასხდეთ და ისევ გაერთიანდეთ, რა თქმა უნდა ეს დიდხანს ვერ გასნას, ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ლანძღავენ, იმ დროს როდესაც გაერთიანებულები არ არიან, შემდეგ ერთიანდებიან და მომღიმარი სახეებით უყურებენ ერთმანეთს. აქ არის კონკურენცია, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი, ანუ სადღაც მივიდეს დაფინანსების უდიდესი ნაწილი, რომელიც უცხოეთიდან მოემართება. აი ესეთ პროზაულ თემებზე დავობენ. არ გეგონოთ, რომ რაღაცა სასაული ხდება ამ ქვეყანაზე. არაფერი ჩვეულებრივად ამ შავი ფულის შემოსვლის შედეგად ვის ექნება მეტი დაფინანსება, ამაზე დავობენ. ალიანსის შექმნიდან ჯერ 2 თვეც არ გასულა. გაერთიანებაში პირველი განხეთქილება მისმა პირველივე ინიციატივამ 26 მაისს შეკრების საკითხმა შეიტანა. ამ ეტაპზე ის 9 წევრიანი შემადგენლობით ერთიანობას ინარჩუნებს, თუმცა ბოლო დღეების ქრონიკების და ყოველდღიური ურთიერთბრალდებების გათვალისწინებით გრძელვადიანი ერთიანობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.